მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და როგორც იცით, ამ სტუდიიდან, ამ გადაცემიდან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიპოვოთ ისეთი ბმები, სადაც შეგვიძლია რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ვცდილობთ რომ ჩვენ წარმოვადგინოთ, რომელსაც ვთვლით ყველაზე პროგრესულ ძალად ამ საზოგადოებაში, ანუ მშრომელ მოსახლეობას, უმრავლეს მოსახლეობას, ვიპოვოთ მათთვის გადაკვეთის წერტილები, რაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ, გავერთიადეთ, რაზე შეიძლება კონსტრუქციულად დავა. არ ჩვენ არ ვაუბრობთ რომ ყველაფერში ყოველთვის მართლები ვართ, არ ჩვენ არ ვიყურებით მორალური პედესტალებიდან. ამიტომ ასეთ საკითხებზე ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე ვისაუბროთ. და ვინ არა, ვინ თუ არა, ბატონი გიორგი გვასალია, პოლიციის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, იურისტი და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი მოადგილე. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ ასევე წარმოადგენთ ესეთ არასამთავრობო ორგანიზაციას პროტესტი კონსტიტუციას და ამაზეც ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან საუბარი. თუმცა პირველ რიგში მინდა რომ აი გაერთიანების საკითხზე რომ ამბობენ რომ ბატონი იოსებ ბესარიო ამხანაგი იოსებ ბესარიონოვიჩიო ყველა კრიტიკასო ესე დახვრეტით პასუხობდაო მინდა რომ ერთი პატარა წერილი წავიკითხო რომელიც იმდროინდელ პოეტს რევოლუციონერ პოეტს პასუხობს დემიან ბედნი იყო ასეთი პოეტი რომელმაც ერთ-ერთ წერილში სტალინი გააკრიტიკა ჯერ სტალინი მაშინ არის სახალხო კომისარი საერთო ერების საკითხებში და გააკრიტიკა ესეთ რამეზე რომ თქვენო ეშმაკურად მიუდექითო უკვე ესე წერს რომ საზამთრო კომიტეტის მდივნებისთვის გაკეთებული თქვენი მოხსენების საამნისტიო მოტივი თქვათ მოკლებული არ არის ეშმაკობასო მწერთ თქვენ ამას პასუხობს სტალინი უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდით რომ აქ არის პოლიტიკა რომელიც საზოგადოებრივ რომ მithქვას ერთგვარ ეშმაკობასაც არ გამორიცხავს მე ვფიქრობ რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციის ლიდერები უკვე სასტიკად დავამარცხეთ ჩვენ ესე იგი პარტია ვალდებული ვართ შევარბილოთ ტონი რიგითი და საშუალო ოპოზიციონერების მიმართ იმისთვის რომ გაუადვილოთ მათ ოპოზიციის ლიდერებისგან ჩამოცილება გენერლების უარმიოდ დატოვება ესაა თავი და თავი ოპოზიციას 40-50000 კაცი ჰყავს პარტიაში მათი უმრავლესობა დიდი ხანია მიატოვებდა თავის ლიდერებს მაგრამ მას ხელს უშლის საკუთარი თავმოყარეობა ან ცენტრალური კომიტეტის ზოგიერთი მომხრეთა უხეშობა და ყოყოჩობა ეს მომხრეები წვრილმანი ქარდვით აღიზიანებენ რიგით ოპოზიციონერებს და ამით აფრკოლებენ მათ გადმოსვლას ჩვენს მხარეზე. ჩვენი მოხსენების ტონი მიმართულია ცენტრალური კომიტეტის ასეთი მომხრეების წინააღმდეგ. ასე და მხოლოდ ასე შეიძლება ოპოზიციის დარღვევა. მას შემდეგ რაც მის ლიდერებს საკვეყნოდ უკვე მოეჭრათ თავი. ძალიან საინტერესო პასუხია წერილზე და სხვათა შორის არ დაუხრეტიათ ბედნი. ხო, ანუ არსებობენ ქვედა რგოლის ადამიანები, რომლებიც შეიძლება რომ გადმოვიდნენო ჩვენ მხარეზე, მაგრამ ისინი იმ გაგებით იმის ეშინიათო, რომ აი ქვედა რგოლის ჩვენი მომხრეებიო, მათ პრეტენზიას აუყენებენ, რომ შენ ხო იქით მხარეს იყავენ. ხო, სწორი, აი ძალიან ფაქტობრივად ამას ამბობს. თუმცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით შემოსვლამდე და ეს დრამაზე თითქოს შევთანხმდით ჩვენ, რომ და ამაზე გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა. ну ეს არის სტალინი ამ შემთხვევაში წარმოადგენს უკვე სახელმწიფოს. ის სახელმწიფოს აქვს შემრიგებლური ტონი და სწორიც არის წესით დარიგით უნდა იყოს შემრიგებლური ტონი, იმიტომ რომ მართლა ყველას ხო არ დახრიტავ და გადაასახლებ და გააგდებ, ხო? ანუ გჭირდება მინიმუმ აზრიანი, საზრიანი ადამიანები, რომლებიც კი იქითაც იყვნენ რაღაცა აქვთ გამოცდილება დაგროვილი, როგორც კიდევ ერთ-ერთ წიგნში ამბობს, შეუძლებელია მხოლოდ სუფთა ხელებით შენებაზე ლაპარაკი არისო უტოპიზმიო. სუფთა ხელები ჩვენს ეპოქაში არავის არ ექნებაო საბოლოო ჯამში. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენი აგური. რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ეს ადამიანებიც არიან აგური და თანამედროვეობას ძალიან კარგად პასუხობს ხოლმე ხანდახან სტალინის ციტატები, ანუ ჩვენ რამდენად შეგვიძლია, უბრალოდ სახელმწიფოს რამდენად შეუძლია დადგეს უკვე შემრიგებლურ ტონზე და მინდა რომ ერთი პატარა ესეთი კითხვა დავსვა. ახალი პრეზიდენტის, ანუ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა იყო თუ არა თქვენი აზრით ნაბიჯის გადადგმა შიდა კონსოლიდაციაზე და გაძლიერებაზე ანტიიმპერიალისტური ბრძოლის თქვენი გადმოსახედიდან. ანუ ვიცით რომ მიხეილ ყაველაშვილი და მისი პარტია ამ შემთხვევაში ხალხის ძალა იყო ერთ-ერთი წამყვანი ძალა ანტიიმპერიალისტური, ანუ ანტიკოლონიალური პოლიტიკური რიტორიკის და ამ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება თუ არა შიდა კონსოლიდაციაზე და გარეძალებზე ბრძოლის გადატანაზე იყოს გათვლილი. ბატონო ილო, პირველ რიგში ნება მომეცით ჩვენს პატივცემულ ტელემაყურებლებს და ინტერნეტ მაყურებლებს მივესალმო
დიდი მადლობა უთხრა მათ, რომ დღეს თავის ძვირფას დროს გვითმობენ ჩვენ და გვისმენენ და ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ჩემთვის ასევე ძალიან დიდი პატივია ბატონო ილო თქვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. ნამდვილად მე მინდა თქვენი ამ ტელევიზიის სარედაქციო კოლეგიას მოვახსენო მადლობა და პირადად თქვენ მოგახსენოთ მადლობა, რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში. ეხლა რაც შეეხება დასმულ შეკითხვას, რახან ჩვენ სტალინის ციტირებით დავიწყეთ, მე არ მინდა რომ მე მინდა ყველაფერს ისე დაწვრილებით მივყვეთ რა იმ ფორმატში და დრო რამდენსაც ის საშუალებასაც მოგცემს. როდესაც სტალინი ამას ამბობდა და აი ამ საკითხს აყენებდა, ანუ მოდითო ეხლა ჩვენ რახან ბობოლა ოპოზიციონერები ჩვენ მოვაცილეთ პარტიას და მათზე გავიმარჯვეთ, ეხლა თავარი დედააზრი რა არის? აი მაგ თქვენს იმაში ხო, რომ თავარი ბობოლა ოპოზიციონერები მოცილდნენ და ეხლა ჩვენ მოდით იმ ჩვეულებრივ ქვედა რგოლს ნუ გავჭყლიტავთ, ნუ გავსრისავთ და პირიქით გავერთიანდეთ პარტია გავაძლიეროთ ამით ხო, მაგრამ როდესაც ამას ამბობდა სტალინი, ეს იყო მისი არა მარტო რა თქმა უნდა მისი ამ დიდბუნოვანი და კეთილბუნოვანი თვისებებიდან დაუშვათ გამომდინარე და მისი აი ეს მისწრაფება იქითკენ რომ გაერთიანებულიყო პარტია, არამედ ის ვალდებული იყო ჩემო ბატონო ილო თქვენი ჭირიმე რომ ეს ხაზი გაეტარებინა და რატომ იყო ვალდებული? იმიტომ რომ მაშინ საბჭოთა კავშირში კონსტიტუციაში ეწერა, რომ საბჭოთა მთავრობა советская власть берет ответственность за светлое будущее советского человека. ანუ საბჭოთა ხელისუფლება პასუხისგებლობას იღებს იმაზე, რომ საბჭოთა ხალხი იცხოვრებს ნათელ მომავალში და აი ამ გზაზე უნდა წავიყვანოთ და უნდა მივიყვანოთ ნათელი მომავლისკენ. ამიტომ გარდა იმისა, რომ სტალინს ეს თავისი ბუნებიდან გამომდინარე და თავისი გონივრული პოლიტიკიდან გამომდინარე, არა მარტო ბუნება, ხო, ბუნება მეტაფიზიკურია და გონივრული პრაგმატიზმია, ხო? პრაგმატიზმიდან გამომდინარე, რომ გაეერთიანებინა პარტიის რიგებში ეს თუნდაც ქვედარგოლის ოპოზიცია, კიდევ ერთხელ ვიძახი, ის ვალდებულიც კი იყო, იმიტომ რომ ამას ავალდებულებდა კანონი და კონსტიტუცია მიღებული საბჭოთა კავშირში. ეს რაც შეეხება აი თქვენს მიერ წარმოთქმულ ამ იმას. ეხლა რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას ბატონ ყაველაშვილთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა მას მე მიულოცო გაპრეზიდენტება. ეს არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც თავს მოხვეული არ არის დასავლეთიდან და რომელიც სუფთა ქართულ ფენომენზე დაყრდნობით არის ის გაპრეზიდენტებული. ამიტომ მე მჯერა, გარდა იმისა, რომ ხალხის ძალა თვითონ ეს პოლიტიკური ერთეული რატო შეიქმნა თავიდანვე, ისინი საუბრობდნენ იმაზე და გამოქონდათ საჯაროდ საუბრობდნენ იმაზე, რაზეც გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის გამო საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის გამო უფლება არ ქონდა ელაპარაკა დაუშვათ ქართული ოცნების ფართო აი ამ შემადგენლობას. ამიტომ შიგნით მოხდა თვითონ ქართულ ოცნებაში ჯგუფის გარკვეული იმ ხალხის კონსოლიდაცია და ერთობა, რომელსაც შემდეგ ხალხის ძალა დაერქვა და რომელმაც პირდაპირ სიმართლე დაიწყო ლაპარაკი. რა არის ხალხის ძალის აი ამ პატარა ჯგუფის სიძლიერე, რაში გამოიხატება საერთოდ? ჩვენ ქართველები ბოდიშვიხტი მე დიდაქტიკური ტონით არ მინდა მე ვერ გავკადნიერდები და ჩემ თავს არ მივცემ იმის უფლებას რომ ახლა მე მთელ ერს რაღაც ძალიან დიდაქტიკური ტონით ველაპარაკო, მაგრამ ნება მომეცით მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. ქართველები ჩვენ როგორც პატარა ნაცია დღეს ვერავით და მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც ყველაფერი დამოკიდებული კაცი შეიძლება 1500 კილომეტრით იქით იჯდეს კომპიუტერზე ერთ კლავიშს დააჭიროს ხელი და ბომბა დაეცემა და იმ ადგილზე სადაც ისა ვერავის ვერ გავაკვირვებთ, ვერც ჯარის რაღაცა ჩვენ მიუხედავად იმისა რომ გმირი და ვაშკაცი ბიჭები ჯარში ვისაც ფორმა აწვია და ვინც სამხედროში მიდის სამსახუროდ ის უკვე გმირია. რატომ? იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრების 50% სო თქვა მე სამშობლოს ვაძლევ ჩემს სიცოცხლეს
ჩაიცვა სამხედროს ფორმა პიროვნებამ და გადაწყვიტა რომ სამხედრო იყოს, всё, ესე იგი იმან თქვა რომ მე ჩემი სიცოცხლის 50% უკვე გაცემული მაქვს. იმიტომ რომ ის სამხედრო ხვალზე გრავითარებაში მოხდება და ცოცხალი იქნება თუ არ იქნება ცოცხალი ეს განგების და უფლის ნება, ხო? ხო და აქედან გამომდინარე რო არ დავკარგო აი ეს ძირითადი სათქმელი რაც მინდოდა მეთქვა რა ქვია ხალხის ძალას. ხო, ხალხის ძალა როგორც პატარა ნაცია. ამიტომ ჩვენ ვერავის ვერ გავარკვირვებთ, ვერც შეიარაღებით, ვერც იმით არიან ჩვენზე დიდი სახელმწიფოები და რიცხოვნობითაც ერთადერთი რაღაცა, რასაც რითაც ჩვენ ვერ მოგვერევიან, ეს არის სიმართლე. ჩვენ თუ ვილაპარაკებთ სიმართლეს, ჩვენ თუ ამას ეს სახელმწიფოებრივათაც ხო კარგია, მაგრამ ამას ჩვენი რელიგიაც გვავალებს, ხო, ჩვენი უფალი ერთადერთი რაღაცის გულისთვის აწამეს. რაც ნიშნავს მართლმადიდებლობა, მართლის მადიდებელი ხარ, როდესაც ქრისტეს ემხრობი. მართლის, ანუ კაცის, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობდა, მართალს ლაპარაკობდა, ხო? ამიტომ ჩვენ ეს ახლა რო არ გადავიტანოთ მეტაფიზიკაში და ისევ დაბრუნდეთ პრაგმატიკაში და ჩვენს მატერიალურ სამყაროში, ხო? ერთადერთი მხოლოდ სიმართლე გადაარჩენს საქართველოს და აი ამ სიმართლის მოლაპარაკე გახდა ქართული ძალა, ხალხის ძალა და ხალხის ძალის წარმომადგენელი კიდე ბატონი მიხეილ ყაველაშვილი არის და მე მინდა მას წარმატებები უსურვო. ერთი წუთითაც არ უშვებ და ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული პრეზიდენტი და ის იქნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ხო გაალამაზეს საოცრად და ამ ბარბაროსების გადამკიდე, მე რუსთაველზე ვცხოვრობ და არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიძახი კაცო, შვილო, აპროტესტებ. კარგი, ახლა არ შემოვდივარ შენთან, მე არანაირ პოლემიკაში ახლა, სორი ხარ, აზრი არ აქვს. ხეს რას ერჩი ბიჭო? იმ რუსთაველზე დარგულ ხეს რატო ხერხავ? თუ ავადმყოფი არა ხარ, შვილო და თუ ფსიქიურად დაავადებული არა, ხეს რას ერჩი კაცო? გააპროტესტე კი ბატონო, არის ესეთი და გააპროტესტე. არა ხეს რას ერჩი. ხო და კიდევ უფრო გაალამაზებს მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ აი სასწაულად მომწონს ეს ახლა აი სუფთა ადამიანურად რო თქვა, აი ეს მწვანე კუნძულები რო გააკეთეს რა, აი ფილარმონიასთან, იმის გიორგი სააკაძის ძეგლთან ეს მწვანეში ჩაფლული ეს ლამაზი ხეები დარგული, ადრე ახლა მე ხომ მახსოვს თო თბილისელი ვარ, თბილისში დაბადებული გაზრდილი და ხვათქის და აგვისტოში ამ ასფალტის სუნი გახრჩობდა რა, თან თუ წვიმა წამოვიდოდა, წვიმა რომ მოვიდოდა ამ გახურებულზე, მე ხო ეს ორთქლი მოდიოდა, ვეღარ სუნთქავდი რა. ეს სიმწვანეში ჩაფლული რა. იოსებ გრიშაშვილი ცხონებული ალბათ ზეციური საქართველოდან ყვირის ხომ ვიძახდი საქართველო ბაჯაღლოა ოქროსი და თბილისი შიგ ჩასმული ბადახშიო და აი და კაცი რო გამოხვალ ამის მერე და ხეს მოჭრი და ვანდალივით იმაზე წააწერდა, წამოაწერდა, ჩაამტრევდა, დალეცა, რაღაცზე გინდა ლაპარაკი. ბოდიშვიხტი აი ეს მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით აი ეს ასოციაციები აუცილებლად უნდა თქვა, იმიტომ რომ მის გაპრეზიდენტებმა მე მჯერა რომ ის სათანადოდ და როგორც საჭირო ისე წარმატებებს უსურვებ და იმედი მაქვს რომ მართლაც ჩვენი გადაცემის და ჩვენი პროექტის ზოგადად ძირითადი მიმართულება ზუსტად მოდი პირდაპირ დავარქოთ სახელი ანტიდასავლური პროპაგანდა იყო, იმიტომ რომ საჭიროა ანტი-ნატო, ანტი-ევროკავშირის საჭიროა, საზოგადოება უნდა იცოდეს სიმართლე, რას გვთხოვენ, როგორ გვთხოვენ და რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ჩვენ ასე ბოდიში ჟარგონზე რო თქვა უწვევით პირდაპირ და მინდა რომ ეხლა რეჟისორს ვთხოვ, ეს ცოტა ემოციური ვიდეოა და წინასწარ მინდა რომ მაყურებელმაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო ტყუილად და შემთხვევით არ შეგვირჩევია. აქვს 1,200,000-ზე მეტი ნახვა, აქვს დაახლოებით 27,000 ცოტა მეტი გაზიარება, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს არის საზოგადოებრივი ინტერესი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რა თქმა უნდა, ასევე დავამატებ ტელევიზიისთვის, რომ თუ რაიმე იქნება თქმული ამ ვიდეოში
წინასწარ ბოდის მოუხდი მაყურებელს ერთი, მეორე ამ ვიდეოს არ ვიყენებთ კომერციული მიზნით, ამიტომ ნუ ჩაგვითვლით საავტორო უფლებების დარღვევაში და ვთხოვ რეჟისორს, რომ ეს ვიდეო გვანახოს და შემდეგ გავარჩიოთ. რისი თქმა მინდა, მე მყავს ელექტრომანქანა BYD, რითიც მუშაობდა, ამით ვირჩენ თავს. კომპანია Yandex-ში ვარ გაწევრიანებული და თბილისში ძირითადად საღამოს პერიოდში ვიწყებ მუშაობას, დილამდე ვარ თბილისის ქუჩებში და ვემსახურები ჩვენ ქართველ ადამიანებს და ჩვენ ტურისტებს და ყველას. იმდენს სიბინძურეს ვეყრები ყოველდღე ხალხო, რომ სიტყვები არ ყოფნის როგორ ახსენო ეს ყველაფერი. ღამის კლუბებში, ჯერ ღამის კლუბები ავიღოთ ის, რომ ჩვენ ეკლესიების პირდაპირ არის ღამის კლუბები. აგერ შუაში ეკლესია, გვერდზე ღამის კლუბები. მთელი არაბები, მთელი ეს ფერადკანიანები. რა ვიცი, რომელი რჯული ერთი ჩამოვთვალოთ. ჩვენი 18-17 წლის გოგუები. მათთან ერთად მთელი ღამე ერთობიან. მანქანაში რომ იჯდებიან, ისეთი მყრალი სუნი ამოსდით პირიდან. ან რას სვავენ, არ ვიცი და დღემდე ვერ წარმომიდგენია. მოსაწევი სუნი. უგონო მდგომარეობაში რამდენი ჩემერჩის გეპიცები გამეღვიძებინოს, რომ აი მიგიყვანე მისამართზე და გონზე ვერ მომიყვანია. ეს გრძელდება სისტემატიურად, ხალხო, ყოველ დღე, ყოველ ღამე თბილისის ღამის ქუჩები იწყება ღამის 12 საათიდან არის დილამდე. რა ეშველება ამ ყველაფერს? ემიგრანტებს მოგმართავთ, თქვენ შვილებს, ნახევარზე მეტი ემიგრანტის შვილები, რო გონიათ, რომ სასწავლებლის პულებს უგზავნით. რო გონიათ უგზავნით რაღაცა გადასახადის პულებს. რატო არ აკონტროლებთ თქვენ შვილებს? და რატო არ კითხულობთ იმას, თუ თქვენი შვილები რას ჩადიან და ამ ფულს სად ხარჯავენ და რაში ხარჯავენ? ეს ჩემი საქმე არა, ეხლა იტყვის ბევრი იტყვიგანი შემოხვა დამიცეთ რაღაცა კომენტარებს, რა შენი საქმეა, ჩემი შვილი რას დახარჯავს, ჩემი შვილი სადივი ზუსტად ჩემი საქმეა. მე ვარ ქართველი. მაშასა და მე მეზდება საქართველოში შვილი, რომელიც 18 წლის გახდა. მომავალი წლიდან ჩემი შვილი სტუდენტია და უნდა თბილისის ქუჩებში ჩემმა შვილმაც უნდა იაროს. მე არ ვიცი ჩემ შვილს ვინ გადაეყრა, მე რა დაზღვეული ვარ, ჩემი შვილი ყველაზე უკეთესია, მეთქი ამას არ ვიტყვი? არ ვიტყვი, ღმერთმა დამიპაროს. სანამ უნდა გაგრძელდეს ეს ნარკოტიკით გაჟღენტილი ახალგაზრდობის სიმრავლე, უპატრონობა, განუკითხაობა, ამაზე პასუხი რატო არ აქვს, ხალხო? ამაზე რატო არ უფიქრდებით თქვენი შვილები რას აკეთებენ ღამის 12 საათზე რო გავა, შენი შვილი კარებს გაიხურავს და დილის 6 საათზე შემოდის. ამაზე პასუხი სად აქვს? რატო არ ფიქრობთ? სად იყო ჩემი შვილი, ვისთან იყო და რას აკეთებს? და რას აკეთებდა ამ მთელი ღამის განმავლობაში? რა, ტელეფონზე დაგირეკა, ხო, დედა, აქ ვარ, მეგობართა ვარ, ვანოს და პეტროს და მაიას და მაიკოს და რავი, თაკოს და რა მნიშვნელობა აქვს? ამით ვიჯერებთ ჩვენ და გულს ვდეთ, რომ ჩვენი შვილი მაიკოსთანაა თუ თაკოსთანაა თუ პეტრესთან თუ პავლესთან. არა, ხალხო. თქვენი შვილები იღუპება. 50% ახალგაზრდობის იღუპება ნარკოტიკში ცურაოს, თქვენი შვილები რატო აგჯეროთ, ჩემი? ამაზე გაამახვილეთ ყურადღება, ხალხო, რომ გადაირიეთ პროსტა. როგორ ან ძმა არ აყავს, ან და არ აყავს, ან ბიძაშვილი არ აყავს დავიჯერო, ან ბებია, ან დედა, ან მამა. ასე თქვენ შვილებს როგორ აძლევთ უფლებას, მთელი ღამე აი ესე ქუჩა იარონ და თავიანთი სხეული მიყიდონ ბინძურ ფერადკანიანებს, ბინძურ არაბებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიპყრეს, ხალხო. მთელი თბილისი მაგათ ხელშია. მთელი თბილისი და 18-17 წლის გოგუები მაგათ ხელშია. სად არიან მათი მშობლები? სად არიან მათი პატრონები? არსად ჩახართ. დამიჯერეთ. ხვალე თქვენი შვილი იქნება რიგში.
აი ეს არის ჩემი კომენტარი. მე ამას ვიძახი. და ეს ხდება ჩემს მანქანაში. მე ყველას უმტყუნებ, ნახევარზე მეტი მანქანი რა მიხდება. ფოტოებს მიღებენ, ვიდეოებს მიღებენ, მე მუქრებიან, შენ ვინ კითხავს, ვინ აყარ. მაგრამ მე არ გავჩერდები. თავის გაწირვა რომ მომიწიოს, მაინც შევწირავ თავს ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის რა. მე პატრიოტი კაცი ვარ, მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ყოველთვის მეყვარება ბოლომდე, სანამ ის სული მიდგას და აი სანაგოე თქვენ შვილებში რაცაა და რო არ ინტერესდებით და იმ სიმბიძურეში დაძირული ბავშვები მეწოდებიან შვილს გეპიცებ იმიტომ მეწოდებიან რომ პატრონი არ აყავთ აზზე მოდით ხალხო ერი აღარა გონებაზე ერი და ერში შედის ჩვენი მომავალი თაობა ჩვენ 40-50 წლის 60 წლის ხალხმა რაღაცა მაიჩვნაკეთ ამ ცხოვრებაში და პატიოსნებაში გაიზარდა 90% რა ვინც ძველ დროში ვართ დაბადებულები და ვიცით რა არის გაჭირება ვიცით რა არის დალხინება და ვიცით რა არის პატივისცემა გინდა ეკლესიის გინდა ბერის ერისა და ჩვენ ქვეყანას წმინდა მიწას ასეთი რამე დღემდე არ ახსოვს და ამაზე პასუხი არავის არ აქვს მიხედეთ საკუთარ შვილებს და აზზე მოდით რა ცოტა მიხედეთ თორე დამიჯერეთ რა დამიჯერეთ ძალიან დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე ერთ პატარა კიდე მაგალითს მოგიყვანთ რეალობას სრულ რეალობას 18 წლის ბიჭი მიჯდება მანქანაში და მეუნება გამიჩერე აფთიაქთან გაუჩერე ღამის 3 საათია გამოვიდა აფთიაქიდან და მეუნება ზე არ გინდა ეს ტაბლეტკებს გაგიყოფ მეუნება რა ტაბლეტკებია შვილო მეთქი რა ტაბლეტკებს მიყოფ მე აი ქალთა რომ მიხვალო მაგარი გაგისორდებაო რა მაგარ სტიმულს მოგწევს 18 წლის ბიჭს რო ტაბლეტკები დაჭირდება ხალხო იმის შვილი იმისი გამრავლება არის 0-ის ტოლპას აი მეც აღარაფერს გეტყვით თქვენი ამოთემურიჩი ღმერთმა გიშველოთ ღმერთმა შეგინდოთ და ემხელა ცოდვით თელი ცხოვრება არ უნდა დადიოდეთ და ეს ცოდვა რას ნიშნავს იცი ჩვენი უყურადღებობა ჩვენი შვილების მიმართ პირველ რიგში რა თავრობა ოდითგანვე ნაგავი იყო და იქნება ყველა ქვეყანაში თავრობის მოყვარული ადამიანი არ არსებობს თავრობას ნუ მიაწეთ ყველაფერს საკუთარ შვილებს მიხედეთ რო გეღუპებათ რა უკვე ბატონო გიორგი პირველ რიგში მინდა რომ აღვნიშნო ხსენებული იყო ქსენოფობიური განცხადებები რომელიც რა თქმა უნდა სატელევიზიო ფორმატში აღჯდება და ამის გამო ბოდიშუხტი მაყურებელს რა თქმა უნდა ვებმიჯნებით ქსენოფობიურ განცხადებებს და შემდეგ მინდა უკვე გადავიდეთ რაზე ეს არის საზოგადოებრივი პრობლემა მხოლოდ ის რიცხვებიც რომელიც დასაწყისში ვახსენე ხო ხა 1,200,000 ნახვა საქართველოსთვის ეს პატარა რიცხვი არ არის თქვენი თქმის არ იყოს 1,200,000-მდე ხო ქართულმა ოცნება ამით მოიგო 1,200,000 ზუსტად ხო იქო 27,000 გაზიარება ეს პატარა რიცხვები არ არის რა თქმა უნდა ეს ადამიანი თავისებურად აღწერს ამ პრობლემას თუმცა ჩვენ როგორც აქ ვსდომებს უკვე სიმგონებაზე გადაცემაში სოციალისტურ პლატფორმაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ ეს ყველაფერი საზოგადოებრივი პრობლემა განვიხილოთ გავსაჯოთ და ის ნახევარი საქმე რაც ქვია პრობლემის სწორად აღწერა გავაკეთოთ ხო ბატონო ილო ბოდიშვიხტი ჩაგეჭრებთ ერთ პატარა რემარკას გავა ჩვენთვის გასაგებია ფორმა შეიძლება რაღაც სადღაც საკამათო იყოს გამოხატვის ფორმა მაგრამ ჩვენთვის თავარი ხო შინაარსი რა არის აი შინაარსი ჩვენ ამაზე ვსაუბრობ საზოგადოებრივი პრობლემაა ნამდვილად ხო იმიტომ რომ ხა აკი შეიძლება ამ ადამიანის ვიდეო პირველად ნახო მაგრამ ესეთი საუბარი და რიტორიკა პირველად არავის არ მოусმენია და არწმუნებული ვარ საქართველოს არის თუ რაღაც სასახლეში არ ცხოვრობს სართულზე მაშინ მოსმენილი ექნება მეტროში ან ავტობუსში ან მეგობრებთან ან სადმე ხო და ბოდიშვიხტი მაპატიეთ არა მარტო მოსმენილი აი თქვენს წინაში კაცი ვზივა რომელსაც მეც ბევრი რაღაცა მაქვს ჩემი თვალით ნანახი თავის დროზე კი ბატონო ამაზე ვისაუბრე აი მინდა რომ პირველ რიგში ეს აღწეროთ ჩვენ ამ გადაცემაში ვქონია ესეთი ახალგაზრდა ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები ფსიქოლოგიის კვლევარები სხვათა შორის ჩვენი განწყობის თეორიის მკვლევარები
ყოლია და ვისაუბრეთ აი ამ საკითხზე და იქ დადგა რამდენიმე ძირითადი ის გამოიკვეთა პრობლემა და მინდა რომ აი იმ პატარა შეჯამებით იქ რაც პრობლემები გამოირკვა იმ შეჯამებით დავიწყოთ და შემდეგ უკვე ამ დისკუსიაში შევიდეთ. მოკლედ თავიდან დაისვა ესეთი საკითხი პრობლემაში რომ ეს არის საზრისის არქონის პრობლემა. როდესაც ახალგაზრდობას არ გააჩნია საზრისი და შედარება გავაკეთოთ იგივე საბჭოთა კავშირთან. ხო, როდესაც სამუშაო ადგილი საამაყოს ინდუსტრია ანუ ეს ერთია ხო TikTok-ზე აკეთებ რაღაცა გახდით ფულს თუ მეტალურგიაში ყაზახეთის ნავთობსადენისთვის ასწავ ეს ხო სხვა სიამაყე დაყვება შენ საქმიანობას ხო სამუშაოს არ ქონა საზრისის არ ქონა ამას დამატებული ის რომ მთლიანად ნეოლიბერალური პროპაგანდა გეუბნება რომ შენ არავის მიმართ ვალდებული არ ხარ ეს შენი თავია შენი ცხოვრება ჩვენ კი პირიქით ვემხრობით იმ გაგებას რომ დაბადების მომენტიდან შენ უკვე პასუხისგებლობები გაქვს შენი ოჯახის მეგობრების ერის საზოგადოების წინაშე რომელიც შენ უნდა გაამართლო და ამას თუ ვერ ამართლებ ზუსტად ამას მიყავ ხარ მე იმ დეპრესიამდე იმ ცუდად ყოფრამდე რომელიც ძალიანაც რო არ უნდოდეთ რომ აღიარო ზუსტად ამან მიიყვანა იმ მდგომარეობამდე რომელიც აცდევინებს რომ სიფხიზლეს მაქსიმალურად დააღწიონ თავი. დიახ. გაექცნენ ამ სიფხიზლეს და სინამდვილეს გაექცნენ. რეალობას გაექცნენ ცხოვრებისეულ. კი ბატონო და ამას ისევ ვიმეორებ ახლა რომ მე არ ვარ რაღაც პედესტალიდან მოსაუბრე მე თვითონ მუსიკოსი ვარ ყველაფერიც მინახია და პედესტალიდან არ ვსაუბრობ ამ პრობლემას აღწერთ და ვცდილობთ რომ ეს პრობლემის აღწერის შემდეგ რაღაც გამოსავლები ჩვენთვის მაინც რომ ვიცოდეთ დავდოთ და თუ მე შემდეგ უკვე თავრობა თუ სხვა ნებისმიერი ესეთი ხელმძღვანელი პირი გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს თუ იდეებსაც რა თქმა უნდა არ დავზარდებით რომ კიდევ ერთხელ გაუზიაროთ და რა თქმა უნდა ამას კიდევ ერთი ემატება ზუსტად რაც ეს ადამიანი პირდაპირ ეხებოდა ეს არის ემიგრაციის პრობლემა როდესაც უდედობა მოდგაზდილი ბავშვები როგორც თვითონ ამბობს უპატრონოთ ცუდი სიტყვა მაგრამ ეგრე გამოდის ხო უპატრონოთ ახლა შობელი არსა და არა ჩანს და იზრდება თავისთვის ცოტა ძნელია მე გაიგოს სად რა ხდება მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში როდესაც ძალიან ადვილია ფეხით დაგიწეს ჩვენ ხო არ ვცხოვრობთ მე-19 საუკუნეში რომ აი სოფელს იქით არ იცი რა ხდება და მხოლოდ შენ სოფელში იცი ან შენ ქალაქში ყველგან იცი რა ხდება ოცნებები ბევრნაირია მიდრეკილებებიც ბევრნაირია დიახ ბატონო გიორგი მინდა რომ აი ეხლა თქვენი გადმოსახედიდან აგვიხსნათ აი ამ ადამიანმა რა ისაუბრა და შემდეგ აი შევაჯამოთ თქვენი საუბრები ბატონო ილო მე გამოვყოფ ორ ძირითად ფუნდამენტალურ აზრს რომელიც აი ამ ვიდეოდან შეიძლება ეს არის ერთი მიმართულება მშობლის როლი თავისი შვილის აღზრდის პროცესში და მეორე აი ეს ღამის კლუბების არსებობა რა ქვია საქართველოში თავის ნარკოტიკები და თავის ყველაფერი. მოდი ჯერ დავიწყოთ აი მშობლის როლზე. მე ერთი პატარა ცხოვრებისეულ ხო სანამ ჩემ ცხოვრების მე ახლა მოვყვები ჩემ ერთ ცხოვრებისეულ მაგალითს და ჩემ დამოკიდებულებას ნარკოტიკებთან, როდესაც მერვე კლასში ვიყავი. ახლა მე თქვენ მოგიყვებით. მე რა გადამხდა და ამას განზოგადოებულად ამას მიხვდება საზოგადოებაც რამხელა დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელს გარკვეულ ასაკში, როდესაც გარდატეხის პერიოდი გაქვს ბავშვს და გონია რომ მხოლოდ შენახარ ისა, მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდე, მანამდე ისე პატარა წანამძღვარივით გავაკეთებ რა. ანტონიო გრამში იყო ესეთი იტალიელი სოციალის რევოლუციონერი იყო რა. და ის ბურჟუებს რახან ჩვენ სოციალისტურ პლატფორმაზე ვიმყოფებით, მაინც აი ამ ჭრილიდანაც მინდა დაგანახოთ ამ საკითხის პრობლემა. ის ბურჟუებს ეუბნებოდა და პირდებოდა რა. ჩვენ დრო ჩვენო თქვენ შვილებს ამოვიღებთო თქვენი ოჯახებიდანო ამოვიღებთო თქვენი ოჯახებიდან და შვილებს წაგართმევთო რა და ჩვენ ანუ ამაში რა იგულისხმებოდა რა რომ ჩვენ ჭკუაზე გავსდითო ხო ანუ თქვენი შვილები სოციეტა ესა და სიმართლე გითხრა მაშინ ჯერ კიდევ ეს ტექნოლოგიებთან არ იყო ჯერ ეს მე როდესაც ეს წავიკითხე ამის შესახებ კითხვა დავიწყე და ეს ყველაფერი და აი ეს შემხვდა ეს ისა ნუ ცოტა გადაჭარბებულად მომესვენა და ვერც გავიგე რა სიმა ეხა უცებ წარმოვიდგინე ჯერ არ არის ეს TikTok-ები
კაცები ეს ბაბლები ეს აი დღედაღამე ამ იმაში რო იყურებიან ეს ჯერ ეს არ არის დაწყებული საქართველოში ეს პროცესები და მეთქე რა რას ქვია ესე იგი რა სიძა ეს იმას გულისხმობს მეთქე ახლა იუვენალური იუსტიცია რო შეიქმნა და ესე იგი უნდა მოვიდნენ ბავშვები ამოიღონ წაიყვანონ სხვაგან რა ქვია აი როგორც იმაშია ჯორჯ ორუელის 1980-ში აი ბავშვებს რო ინკუბაციაში რო ზდიან კოლბებიდან რო მეთქე ალბათ ეს სადღაც მეთქე ოჯახიდან ამოიღებენ და მიყავდა ერთავის დღეს აღარ არის ეგ საჭირო ვიღაცა ფიზიკურად შემოვიდეს და თქვენი შვილი ამოიღოს თქვენი ოჯახიდან და დაუშვათ სადღაც სხვაგან გაზარდოს დღეს აგერ TikTok-ში შევა ის თქვენი მე დღეს ხო აი არა ვარ აი ხა ვერც თქვენ ვერ მეტყვი და ვერავინ ვერ მეტყვის ამ წუთას ჩვენი პატარები ამ წუთას აი იმაში რო იყურა რას უყურებენ ვიცით კი არის ის პროგრამა გამკონტროლებელი და კი ბატონო თუ ამას ვინმე აკეთებს ძალიან კარგი და ისა მაგრამ ისე რო ავიღოთ ჰიპოთეტურად ამოღებული მე ოჯახები ვიცი რა აი მამა ცალკეზის იმაში ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან აი ცოლი ქმარს არ ელაპარაკება ცოლს თავისი მობილური აქვს და ინტერნეტშია ქმარს თავისი შვილებს თავისი ლამის ინტერნეტით ელაპარაკებიან მესიჯებით ერთმანეთს რა ოჯახში ხო ეს მოიტანა ამ ტექნიკურმა პროგრესმა ამ ხრივ პროგრესმა მოიტანა ტექნიკის განვითარება და ამიტომ ჩვენ არ ვიცით რომ ბავშვები დღეს რა მდგომარეობაში არიან ეს ანტონიოგრამში ეხლა ჩემს პირად ცხოვრებაში მერვე კლასში ვიყავი და მივედი დილით ის პერიოდი მაქვს რომ ნომერ პირველი ვარ ჩემზე მეტი ვინა მამა ჩემმა და დედაჩემმა იცი არა მე გარდატეხის პერიოდია 15-14 წლისა ვარ ხო და პლანი შემომთავაზეს რა ბიჭებმა რა ხო და მოწიე სიმართლე გითხრა არც ვერაფერი ეხა თან მე როგორც გავიგე რა ნუ მე უკვე ცხოვრებაში რა პირველი ორი ის არაფერს იმიტომ შეგუება ხდება ორგანიზმის რა იმის მიმართ არაფერი რა და ნუ ის მაგრამ იქ არ ვანახე რა იქ მეთქე რა მაგარი და ეს როგორც ხდება რა და სახში რომ მივედი 2 საათზე ხო დამთავრდა გაკვეთილი მივედი და ცხონებული მამა ჩემი იმ დღეს არ მოვიდა შუა დღეს სახში საჭმელად იქეიფა სადღაც საღამოს ღამე მოვიდა ისე რომ ჩვენი კონტაქტი არ მომხდარა არ შეხვედრილვართ ამა ჩაიარა რა ამ დღემ ყველა მეორე დღეს რომ მივედი კიდე რომ შემოთავაზეს მეთქი კიდე გავაბოლე რა ეს ის არა და ეს უკვე კარგად იმასქნა რა დამოძრიალა ხო და დამთავრდა სკოლა მივედი სახში და ახლა ზივარ ვითომ გაკვეთილებს მეცადინეობ რა რაღაცას ეს ესეა რა ყველაფერი ეს მამა ჩემი მოვიდა იმაზე რა ქვია პერერი შესვენებაზე და ნუ ჩემმა გაუწყო საჭმელი რაღაცა ეს და შემოიხედა ვა ბიჭებო მეცადინეობთ ხო და ეხლა ესე არ იყო ჩვენთან მე ეხლა მამა ეს ხო მეცადინეობთ ეგრე არა ეს შევტრია ხო მეთქი მეცადინეობ და აი ეს წუთი იყო წამი იყო რა ერთი შევხედე რა თვალებში ხო და გიორგი გამოდი ერთ წუთი ბალკონზეო ხო და გავედით რა შენ ხო იცი მე მამების რიცხვს არ მივეკუთვნები ახლა მე შენ ნარკოლოგიურებში გატარო და ეს შემოწმებები დაგიწყო რა მეორეჯერ შეგამჩნევ რამესო და აი აქედან ნუ თავი წახვალო რა მე-4 სართულიდან შევთანხმდით ხელი ჩამოვარდით რა ის არაფერი გადამგდები არ იყო არც მე-4-ს არაფერი მაგრამ უკვე რამხელა ჭკვიანი კაცი იყო მე მომცა პადაჩა მეორე დღეს რა მელაპარაკა ბიჭა იმა ხო იცოდა ყველაფერი ეს სპეციფიური წარსულის მქონე კაცი იყო იმან ქუჩაზე პირად იცოდა და ყველაფერი ხო და იმა ხო იცოდა რომ მე იმათ გავლენის ქვეშა ვარ ჩემი სოციუმის ის გიმ იმათან ის არ გავიდოდა მეორე რომ მივედი და შემოთავაზეს მე-4-ით თავი დამანებეთ მე მეთქი მე-4 სართულიდან ფრე რა იყო ბიჭო რა მოხდა და ნუ მე-4 აი ესე დამწვა რა მეთქი რომ ეს აი ეგ იყო ჩემი ანუ მამა უყურე თავის დროს გარკვეულ მე ახლა აღარ მინდა უკვე ის სალაპარაკო არ არის მე რაღაცები მოყვა თავისი ისტორიიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ნუ ის პერიოდი ნუ საერთოდ აღარასოდეს არც მიფიქრია საერთოდ ნარკოტიკებთან ურთიერთობა და რაღაც ანუ
აი როდესაც ბატონი ბრძანებს რომ მშობელს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა არ უნდა გაგეპაროს ეხლა ბიჭი როცა არის ისი აი ჩვენ როგორ ვიყავით შეთანხმებულები მოდიო რა ერთ რამეზე შევთანხმდეთო რა უკვე ეს გარდატეხის პერიოდი და ეგ რო ბიჭობდა ქუჩად და მთელი რაღაცა და ისა მოდიო რა ჩემი თხოვნა იქნება ხო ძმაკაცები ვართო რა პრემიაზე შევხვდეთ ერთმანეთს ყველანიო რა ოჯახშიო ანუ 10 საათზე სახში უნდა ყოფილიყავი ძმაკაცური შეთანხმება ქონდა მამასთან რა დადებული რა ის რო აი ხამე და რაღაცა და მთელი ამბავი ხო და მართლაც ვასრულებდით სული ანათლს მამაჩემის ძალიან დიდი ხანი ის ხო და ანუ თავის დროზე როგორც კი მამა ჩაერია ძალიან ტაქტიანად და ძალიან ზუსტად ჩაერია მე ამ თემაზე საერთოდ ჩემს ცხოვრებაში აღარც ყოფილა კი არც მქონია სურვილი და არც არასოდეს არ მივყარები ვარ ამ ნარკვევს ეს რაც შეეხება მშობლის როლს რაც შეეხება. ეხლა რაც შეეხება ამ ბარებს და აი ამ კლუბებს. ჩემო ბატონო ილო. ერთი რამე უნდა იცოდეს ქართველებმა და უნდა იცოდნენ ყველამ რომ ერთი ეს კლუბები აიქ ვინც არიან ხო დაუშვათ. ჩვენ რო ოფიციანტი აი შეხვედი კლუბში და ოფიციანტს ყავა რომ მოაქვს მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელიც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უცხო ქვეყნის არ ვასახელებ კონკრეტულად არც ერთ ეროვნებას მე არ მაქვს არც ერთის მიმართ რაღაც ისეთ გარკვეული ან სიძულვილი ან რაღაც ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ეს ბარები არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების რეზიდენტურა რა რეზიდენტები მუშაობენ. საერთოდ რეზიდენტის მნიშვნელობა რა არის? აი ოპერატიული სამსახურის ოპერატიულ სამსახურში როგორ განიმარტება რეზიდენტი. რეზიდენტი აი მაგალითად გვასალიას მე მყავს კავშირზე 20 კონფიდენციალური პირი, რომელიც მე გარკვეულ ინფორმაციებს მაწვდის. მე ვალდებული ვარ დავგეგმო ამ პირებთან უნდა მქონდეს გარკვეული შეხვედრები. თან უნდა მქონდეს საიდუმლო შეხვედრები, საიდუმლო ბინებზე, კონსპირაციულ ბინებს ეძახიან ესეთ ბინებს და გარკვეული დავალებები უნდა მივცე, იმათგან უნდა მივიღო ინფორმაცია და გარკვეული რაღაც აი ეს ოპერატიულ სამსახურთან დაკავშირებით. მაგრამ ეხლა უყურეთ, მე გარდა ამისა, ეგერ მორიგემ დამიძახა და მითხრა რომ გვასალია იქ ყიფშიძეზე ბინა წაიღეს. დაუშვათ მე ვარ ოპერატიულ მომსახურეობას მე ვაკეთებ ყიფშიძის ქუჩის და დაუშვათ ატენის ქუჩის. ნუ ისე პირობითად ვიძახი რა, ისე მართლა ეგრე იყო და ერთ დროს. ხო და გვასალია ბინის კურდობა გაქვს ყიფშიძეზე. მე მოვედი დავბრუნდი ახლა ჯერ იქ არ ვერ დავამთავრე ძარცვა გაქვს ატენის ქუჩაზე ძარცვა იყო. მოკლედ დრო არ გრჩება შენ აი კლასიკური სტილით რო იმუშავო ხო? ერთია რა წერია იმ წიგნებში და მეორეა რეალობა რას ეჯახები ხო? ამიტომ შენ ამ აგენტურის ამ 20 კონფიდენციალური პიროვნებისგან არჩევ ყველაზე გამოცდილს, რომელსაც ავალებ, რომ აი ეს დელეგირებას უკეთებ შენს უფლებებს და ეუბნე ვალდებულებას და ეუბნები, რომ შენ ამ დროს ამას შეხვდები, ამათგან მოაგროვებ ინფორმაციებს და შემდგომში მე მომაწვდი ერთიანად გაერთიანებული. ანუ რეზიდენტის დანიშნულება ეს არის. და აი ეს კლუბები და აი ეს ყველაფერი ეს არის უცხო სპეცსამსახურების რეზიდენტურები თავშეყრის სადაც ის გიღიმი შენ და კი ბატონო იმ კოფეს გაწვდის მაგრამ ის თან ამავე დროს ვისთან ერთად ხარ ის ყველაფერს მე სათანადოდ აღწერს თავის იმაში მოხსენებაში, სადაც საჭიროა თავისი უფროსების მიმართ და ჩვენ პირდაპირ ადრე ვიძახდი მე რომ ჩვენ დაპყრობა არ გვჭირდება, ჩვენ უკვე დაპყრობილები ვართ კაცო. აი აგერ იმაში გვიზიან, რა ქვია, თბილისის შუაგულში გვიზის ის ხალხი, რომელმაც შეიძლება მიიღოს გარკვეული რაღაც ცენტრიდან გარკვეული ნიშანი და დღეს რო ყავას მოგართმევს და დღეს რო დაუშვათ შენ გემსახურება როგორც მიმტანი ხვალე აგერ ამოვა ივერის მოედანზე წინ და ფორმით მასკით ავტომატით და გეტყვის
დაიჩოქეოდა, ნუ შემდგომში თავისი იმით. მოკლედ ამაზე უნდა სახელმწიფომ უნდა იფიქროს. მე მჯერა რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა რა თქმა უნდა, მე მჯერა დღევანდელი ჩვენი სპეცსამსახურების და მე იმისიც მჯერა რომ ისინი ამ საქმეს სათანადო როგორც იტყვიან ფანქარზე აიყვანენ, მოინიშნავენ და თუ მონიშნული არ აქვს და მე მჯერა ისიც რომ დაუშვათ ეს ისინი ამას ყველაფერს სათანადოდ მიაქცევენ ყურადღებას და რაზეც კიდე გაამახვილა ბატონმა ყურადღება ხო ნუ ეხა ეს ელემენტარულია კაცო ბიჭი ნუ კარგი ერთი ბიჭსაც უნდა მოკითხო აგერ მოვყევი მამაჩემის მაგალითი რომ 10 საათზე შევხვდეთო რა რომ ისა ცხონებული ხუმრობდა ბიჭო ბებიაჩემს ერთი ძროხა ყავდაო რო დაბნელდებოდა ისიც ჭიშკარს მოადგებოდაო და სად დადიხართო ბიჭო სად და მე შევთანხმდით რომ ესე ყოფილიყო რა ხო და გოგორო აი მე რა მიყვიც იცი როგორია ბატონო როგორი ადამიანი აი გოგო ყავს შვილი ხო ეს გოგო ხამის 12 საათზე არ არის სახში მოსული ხო აი 11-ზე აუ დაბნელდა ჯერთი დაბნელდა და გოგო სახში როგორ გწინავს აი როგორ შეგიძლია კაც ადგე წამოწვე და დაიცინო აი ჩემთვის ეს ყოვლა წარმოუდგენელია რა მართალ სიძახის ბატონი რა მამა ხარ კაცო ხო უნდა იცო სადა ხარ შვილო გოგო ხარ ბიჭი კაი კიდე ნუ ბიჭს ახლა მაინც 100-ია თუ ისეა შეგეტრა აიცა რა მამა რა თამოყარეობაა რა მაკაცებში ძივარ და მაგრამ გოგო რა სვია ძმა შენ გოგო ესე მიშვებული ღამის 12 საათზე პირველსა არ იცი ბოდიში ვის ქვეშ არის ვის ზედ არის ეკრე სად არის ძმაო შვილის აღზდა კაცო თან მით უმეტეს გოგოსი და ეს კაცი აი ამას უყურებს ახლა მეც ბევრი რამე მაქვს ნანახი ივერიის ქვემოთ ის ბარები რო არის ხო მე იქ ნანახი მაქვს ისეთი რაღაცეები რომ ნუ რა ხელი ნუ რა მექნა რა უნდა გააკეთო გიორგი აი ეს მაინტერესებს რომ სუფთა მატერიალისტურად ჩვენს თანამედროვეობაზე რომ დავიყვანოთ არც ერთი ქვეყანა ნუ რა თქმა უნდა ჩვენნაირი ქვეყნები მხოლოდ ტრაბახობენ მით რომ ჩვენთან უადვილესია ბიზნესის კეთება და ამას წინამთავრობა აყენებდა პირველ საკითხად და სამწუხაროდ ეხლანდელ მთავრობასაც გონია რომ ეს სწორია რომ აი უბრალოდ მიხვალ რაღაცა შენს პასპორტს მიიტან ხელს მოაწე და ბიზნესმენი ხარ მე გინდა ფული ჩაგირიცხო გინდა შენ ჩარიცხე გინდა სადღაც გრანტი დაწერე მაგიტოა რომ აი 100,000-ობით ბიზნესია გაფორმებული გერმანიაშია მაგალითისთვის თქვა იმდენს გაწვალებენ იმდენს გარბენინებენ რომ უბრალოდ აღარც გინდა მე რომ გააკეთო რაღაც და ეს თუ უწყობს ხელს და დარწმუნებული ვარ უწყობს ხელს იმას რომ ესე უბრალოდ მარტივად ვიღაცამ შენთან მოვიდეს და უკვე იურიდიული პირის სტატუსი მიიღოს და შენი კონსტიტუცია იცავდეს მის ბიზნესს და მე იქ შენ ორდერის გარეშე ვერ შეხვალ შიგნით რას აკეთებს მნიშვნელობა არა აქვს ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში თავს მოხვეულია გარედან იმიტომ რომ ეხლა თუ გეუბნებია რომ შენ ბიზნესისთვის მეგობრული გარემო როგორცაც ეძახიან და ამაყობენ ამით რომ ბიზნეს მეგობრული გარემო გვაქვს ჩვენ შექმნილი ნუ ეს ნეოლიბერალური პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია ხო რომ ცენტრალიზებულ ასე თქვა ცენტრალიზებულ ძალაუფლებას ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც ფინანსურს ისე სადაზვერვოს კონდეს მუდმივად ადვილად ცდომა შენს ქვეყანაში. კი ბატონო. როგორც ბიზნეს, ხო? ეს არის ერთი ძალიან მცირე ნაწილი. მეორე ის რომ შეხა ტურისტული ქვეყანა. და რატომღაც ყველასთვის გახსნილი გაქვს საზღვრები, ხო? ერთი იყო ის რაც საბჭოთა კავშირი არ უყვარდათ რომ აი ჩვენთან ვერავინ ვერ მოდის და ჩვენ ვერსად ვერ მივდივართ. ეხლა პირიქით ვინ როდის როგორ შემოდის, რანაირად შემოდის, ან მოქალაქეობას როგორ იღებს, ხმას როგორ აძლევს, ვერ გაიგებ. ანუ აი ეს ორი ძირითადი რამეა, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან ესეც სპეცსამსახურების დამუშავებული საკითხია, ხო რომ შენთან უნდა იყოს ადვილად მიღება იმ სტატუსის, რომ შენ ხარ ბიზნესმენი და ბიზნესმენის დაჩაგვრა თქვენს წარმოიდგინეთ რამხელა ბადრა მაგალითს მოგიყვებით ფრონტერას მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატების კომპანია რომელიც წააგო ჩვენთან არბიტრაჟი ფრონტერა ნავთობის მომპოვებელი დედოფლის ხალხი არბიტრაჟი წააგო და იქიდან კონგრესმენი გამოდის და ხელებს გვიგრიხავს ჩვენ რა მთავრობას უგრიხავს ხელებს რომ ამერიკულ ბიზნესს ნუ ატერორებთო და ჟარგონზე რო ვთქვათ ნუ დაზადნა მთავრობა
აი წარმოვიდგინეთ, ეს ხო უდიდესი სკანდალებისთვის უკვე მომზადებული ნიადაგია, რომ ჩვენ თურქულ ბიზნესს თურმე დავატერორებთ, მერე რომ გავიგოთ, რომ რაღაცა ხდება, ხო? იქ ვეღარ შედიხარ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, უნდა იმართლო თავი საელჩოებთან, დიპლომატიურ კორპუსებთან, რატო შეხვედი თურქეთის მოქალაქის ბიზნესში. ან ამ მნიშვნელობა აქვს არაბი რუსეთის, რუსის რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ანუ ესეც ხო უცხო ქვეყნის მოქალაქის. ესეც ხო შემზადებული უკვე სპეცოპერაცია ფაქტიურად, რომელიც იცავს იმ რაც თქვენ ახსენეთ რეზიდენტურას ზედმეტი ჩარევისგან სახელმწიფოს მხრიდან. კი ბატონო. დაამთავრეთ ბატონო ილო თქვენ. აი ზუსტად აქ ახლა თქვენ წეღარო წაიკითხეთ ჩემი წარდგენის დროს თქვენ ბრძანეთ რომ მე არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს შექმნილი პროტესტი კონსტიტუციას. აი ზუსტად ახლა თემატურად თქვენ ისეთ დააყენეთ საკითხი რომ თემატურად მიუახლოვდით ზუსტად იმ პრობლემატიკას, რა პრობლემატიკასაც მე აი ამ ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნისას ვაყენებ, მე რა პრობლემატიკაზეც ვამახვილებ ყურადღებას. საქმე იმაშია, ჩემო ბატონო ილო, აი თქვენ ბრძანეთ ფრონტერას მაგალითი მოიყვანეთ და უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება, სადაც ჩვენ გვეპყრობიან როგორც აბა ბიჭებო არ გაბედო შენ ვინ რატო ბედავ ამას ამდენს რასთან გვაქვს საქმე აქ არის ორი დამოკიდებულება რა თქმა უნდა ემოციურად ჩვენ ვიძახით ვინ არის კაცო ეს ჩვენი საშინაო საქმეებში რო ერევა რა უფლება აქვს ხო ეს არის ემოციური მიდგომა მაგრამ ეხლა მე დაგანახებთ სულ სხვა მიდგომას იურისტის მიდგომას უფლება რომ აქვს რეალურად ხო დაგანახებთ იმას რომ მას უფლება მოდით ცოტა გავხალისდეთ პატარა ის მამედას ასამართლებენ ხო და სამი პიროვნება უჩივის მამედას რომ ნუ დედა გვიტირაო რა მოკლედ რა დაგვეწაო ბატონო მოსამართლეო რა ხო და მოსამართლე ეუბნება რომ წამოდექიდო და დაიწყეთო მოყევითო ისა და მამედამ უთხრა ბატონო მოსამართლე ძალიან დიდი ბოდიში გიხდითო რა სანამ პატივცემულები მოყვებიანო თან მოусმინეთო და თან ამ წიგნს გაეცანითო რა და აი დაახლოებით ესეთი წიგნი მისცა რა ხო და მათმა დაიწყეს მოყოლა რომ ნუ როგორც იყო იქ მოვიდა მამე რაღაცა სხვებიან და თან ეს მოსამართლეზე გადაფურცლა $100 დევს შიგნით პირველ ფურცელზე გადაფურცლა მეორეზე კიდე $100 ერთ-700 გვერდიანი ის არის წიგნი ყველა გვერდზე $100 დევს რა და ნუ ამათმა ნუ ამ საზიზღარმა და ესე გვიქნა და ისე გვიქნა და დაგვლეწა და ყველაფერი გვიტირა ყოფაო რა ხო და მოსამართლემ დაკეცა ეს წიგნი ესე და რაც რა თქმა უნდა თქვენ მართალი ბრძანდებით პატივცემულ დაზარალებულებო მაგრამ ამ წიგნის თანახმათო მამედას უფლება აქვს არა მარტო თქვენ დაგლეწოთო არამედ აი აქ სასამართლოში მყოფი ყველა პიროვნება ჩემი ჩათვლით დალეწოს და დაამსხვრიოსო რა ეხლა ეს რატომ მოვყევი ეს ანეკდოტი რა ჩვენი კანონმდებლობის თანახმად აი ფრონტერას ხელმძღვანელობასაც და აი დანარჩენებსაც კიდე ვინ ჩვენთიც გვიქნევს მას არა მარტო უფლება აქვს არამედ ის ვალდებულია რომ მოიქცეს ესე რომ დაგვიქნიოს თითი ეხლა რაშია საქმე ჩემო ბატონო ილო ჩვენი როგორც ყველა შენობას ჭირდება ფუნდამენტი ხო აი ამ შენობასაც თავის ფუნდამენტი აქვს თუ ფუნდამენტში ბალღამია შერეული და არასწორ კოორდინატებზეა დასმული ფუნდამენტი შენობა მყარი ვერ იქნება და ის ადრე თუ გვიან დაინგრევა ხო ასევე ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტში ზუსტად აი ეს მდგომარეობა გვაქვს რაც მე აი წეგან ახლა ეს ვახსენე ბალღამია გარეული და არასწორ კოორდინატებზე და რაში მდგომარეობს ეს ყველაფერი ორი ეგზისტენციალური მნიშვნელობის ანუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი არსებობს რომელზეც შემდგომში ეს არის ბაზისი ეს არის ფუნდამენტი და შემდეგ ხდება ნაცსტროიკა აი ამაზე არის დაშენებული შემდგომში ჩვენი სახელმწიფო
ეს არის ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ნომერ 1 დოკუმენტი, აი გადავარდა კომუნიზმის, აღარაფერი აღარ არის, რომელმაც ისტორიული და სამართლებრივი მემკვიდრე გაგვხდა ჩვენ 1918 წლის დამოუკიდებელი საქართველოსი, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ არა იმის სამართალმემკვიდრე, არამედ კომუნისტური საქართველოს სამართალმემკვიდრე გაგვხდა, მაგრამ ნუ ეს ახლა მოდით ისე ჩავთვალოთ, როგორც ისა და ეს გასარკვევის საკითხია ჯერ კიდე. კონსტიტუციაში წერია, რომ პირველი რესპუბლიკის ხო, ესე პირდაპირ არა, მაგრამ აი რაღაც ისეთნაირ, ნუ გასარკვევია, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ იმის სამართალმემკვიდრე გაგვხდა. და მეორე ეგზისტენციალური მნიშვნელობის დოკუმენტი ეს არის ჩვენი ქართული კონსტიტუცია. ეხლა რა წერია ნომერ 1 ეგზისტენციალური მნიშვნელობის, ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის ნომერ 1 დოკუმენტში. საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს კანონმდებლობაზე და მისი პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადდეს მთავარ კონსტიტუციურ პრინციპად. ანუ ეს ფორმულირება გვეუბნება რას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქართული კანონმდებლობა, ქართული კანონები კი არ არის მთავარი, არამედ აი სადღაც საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართალი, რასაც გეტყვის შენ და საერთაშორისო სამართალი დღეს არავინ არ მითხრას, რომ ეხლა დაუშვათ, როდესაც მოზამბიკა და შეერთებული შტატები ერთმანეთში რაღაცაზე დაეობს საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებით, მოზამბიკა მოუგებს აუცილებლად ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ინფანტილიზმია, ხო, ბავშვობა. ანუ თუ ვიძახით, რომ ქართულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას რაღაც X კანონმდებლობა. ჯერ ამაშია თვითონ აქსიმერონი და ეს არის და როგორ ქართულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლა შეიძლება იდგეს რამე, არაფერი. ეხლა ჩვენ ვიძახით. რახან მთავარ კონსტიტუციურ პრინციპად არის აი ამ ნომერ 1 დოკუმენტში გამოცხადებული ეს ჩვენი რა ქვია საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს კანონმდებლობაზე და მისი პირდაპირი მოქმედება. ანუ მას შეუძლია არა მარტო სიტყვიერი შენიშვნა მოქცეს, არამედ პირდაპირ იმოქმედო. შენ ეუბნები პირდაპირ შეგიძლია საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედო. პირდაპირ შემოხვიდე, ჯარი შემოიყვანო, ჩააყენო. რას ნიშნავს პირდაპირ მოქმედება? პირდაპირ მოქმედება ამას ნიშნავს, რომ არ შემოიფარგლო მარტო სიტყვიერი გაფრთხილებით. დამსაჯე. ხო, იმის არ იყოს რა ქვია, ის რა ქვია, ტყავის იმით და რაღაცა და დამსაჯე რა მაზოხისტი ხარ ერთი ისე ბოდიშვიხტი გაუბრალოებისთვის თემის, მაგრამ ნუ ისე ვამ. აქედან გამომდინარე, რახან იძახის ეს დებულება და ნომერ 1 დოკუმენტი, რომ მთავარ კონსტიტუციურ პრინციპად, ახლა ჩვენ მივდივართ კონსტიტუციაში, სად გვიწერია ჩვენ ესა? მე როცა დავიწყე ამ თემატიკაზე საუბარი და მე ძირითადად ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი არასდროს არ ყოფილა რაღაცა გინათ. აი ეს იყო ერთადერთი, რომ ამით ოპერირებდი ყოველთვის ამ თემით. როგორც იურისტი დავინახე ეს პრობლემა და მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ კი არ გავჩამოებულიყავი, არამედ ფართო საზოგადოებისთვის მესაუბრა და მეთქვა და ეს პრობლემატიკა დამენახებინა და ნუ უნდა გადავწყვიტოთ ეს როგორღაც, უნდა მოვახდინოთ რევიზია. რა თქმა უნდა, ჩემზე დიდი იურისტებიც არიან, ჩემზე მცოდნე იურისტები, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ახლა მე ვარ ერთადერთი მაგარი ირაკლი კობახიძის იურისტობასთან, მე ნამდვილად ვერ მივალ, ახლა ამას მე ალალად ვაღიარებ, კაცო, ამაში არაფერი სასირცხვილო აქ არაფერი არ არის რა. ის არის ჰაი კლასის და ფეხბურთის იმაზე რო ვთქვა, ბუნდესლიგის მოთამაშე იურისტია, ხო და პეტრეიკ ის, მაგრამ როგორც ბატონმა ედუარდმა თქვა რა, პირველად საგარეო საქმეთა მინისტრად რო დანიშნეს და პირველ თათბირს ატარებს რა, ახლა ხო და ბატონ გრომიკოსთან, ანდრეი ანდრეიძე გრომიკოსთან შედარებითო ის ბატონი ანდრეი გრომიკო იყო ძიმე ჯავსნოშანიო რა საბჭოთა პოლიტიკაშიო. მე მასთან შედარებითო ერთი პატარა იალქნიანი ნავი ვარო რა, ნოსმა ტორჩიკამ
ამიგეს ნუ ეს და მე არაფერი არა ვარ გრომიკოს ნაშრომი მაგრამ მატორჩიკი ანუ არ მოგცემთ იმის საშუალებას ხო მეც ეგრე ვარ ხა ბატონი ირაკლისთან შედარებით ნუ ეს ხო მაგრამ ნუ ეს პრობლემატიკა ესე დგას ეხლა უყურეთ კონსტიტუციაში მაშინ მე რო დავიწყე მე-6 მუხლი იყო ესა მე-6 მუხლი რა ეხლა არის მე-5 მუხლის მე-4 ქვეპუნქტია რა რაღაცა მე-4 პუნქტია ხო იქ რა წერია რომ საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას გაფორმებულ საქართველოსთან აქვს თუ იგი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციასო აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში. ანუ აქაც პირდაპირ დაგიწერეს, რომ ჩემს მითითებას, აი ფრონტერას მითითებას იურიდიული უმაღლესი ძალა აქვს, შენს რაღაცი კანონებთან შიდა სახელმწიფოებრივ ნორმატიული აქტები რო გაქვს, ის ფრონტერა ვარ. რასაც გეუბნები, აგერ კანონში გიწერია პირდაპირ. ეხლა შენ საკითხს სვამ, იურისტი, ადამიანი სვამ საკითხს. და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, აქ ხო წერია, რომ თუ იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამის შემდეგ, ბატონო ილო, ჩვენ მივდივართ კანონთან, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ 21 მუხლთან. 21 მუხლში რა გვიწერია? იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამართალი და საქართველოს კონსტიტუცია საერთაშორისო სამართალი და შიდა სახელმწიფოებრივი რომელიმე ნორმატიული აქტი მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან კონსტიტუციური მუხლი მაშინ უნდა გასწორდეს არა საერთაშორისო სამართლის ის მოხდეს რა ქვია ჩასწორება არამედ აი ეს მუხლი უნდა კონსტიტუცია უნდა მოვარგოთ ვიღაცის ხუშტურებს უნდა აი ეს აი ადამიანური ჩვეულებრივი ენით რო ვიღაცის ხუშტურს უნდა მოვარგოთ ჩვენი კონსტიტუცია. ეხლა ერთია საკითხის დასმა და მე როგორც სოციალიზმში გაზრდილი კაცი და კომუნიზმის 64-ში გაზრდილი კაცი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების პირველი 24 წელიწადი მე ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ისე დროს გამაჩინა ღმერთმა, რომ მე კომუნისტურ 64-ში ნაცხოვრი ვარ და 1980 წელი ეს იყო პიკი აი იმ 64-ის. და ნუ თუ მე როდისმე მოგვეცემა ამაზე საშუალება საუბრის მე ძალკე ამაზეც ვისაუბრებთ რა იყო 1980 წელი იმ საქართველოში არავინ ძაღლებივით პირბადეებს არა მეტრო რუსთაველთან გაზირებული წყლის ავტომატი იდგა რა აი ესე 3 კაპიკიანს ჩააგდებდიან 5 კაპიკიანს და რა ქვია ერთი სტაკანი იდგა სტაკანი ესე თლილი ჭიქა ხო და ყოწახური თუ გინდოდა 5 კაპიკი ის თუ გინდოდა ტარხუნა 3 კაპიკი და ესე შეუშვერდა გაზიან წყალს სვამდი და იმ ჭიქით სვამდა 240 მილიონი კაცი 240 მილიონი კაცი თავისი მთელი საბჭოთა კავშირი ჩამოსული მაგრამ არავის არ დამართია ეპიდემია და არავის არ გაჩენია ის მე რო იმით ძაღლებივით რო გვატარეს ალიკა პაკრულები რა ნუ ამაზე როდისმე მე ვისახა არ მინდა პროსტა ამ თემას გადავუხვიო რა ამ თემას მინდა ბოლომდე ჩავწუდე აი ამ კონსტიტუციის თემას ხო და ესე იგი ჩვენ შევჩერდით იმაზე რომ ესე იგი ეს განვეთ ხო ეხლა როგორც სოციალიზმში გაზრდილი კაცი იქ ჩვენ ესე გვეუბნებოდნენ გასაგებია თქვენ პრობლემა დააყენეთ ამხანაგო როგორც მაშინ იცოდნენ რა მაგრამ გადაწყვეტის გზები ამ პრობლემის რას გვთავაზობთ აბა შემოგთავაზეთ თქვენ და მეც ამ პრინციპიდან გამომდინარე მე ვამბობ ესეთ რაღაცას და ამ პრობლემის გადაწყვეტას აბა რას გვთავაზობ როგორ გადავწყვიტოთ ეს და რა ჩავწეროთ იმ იმაში ხო ვიცახით ეს რომ ეს ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამერიკა და ეს ავადმყოფური ის რო აქვს რა ქვია ხო მისა ნუ ეხლა ვცდილობ არ მინდა კორექტულობის ფარგლებს ნუ ამერიკა ხო ჩვენი ის როგორც ამერიკის აღარ არის ჯერჯერობით ხო ნუ ამერიკისკენ ხო ნუ ახო ხო გაგვებუტნენ მაგრამ როგორც ამერიკის კანონმდებლობაში როგორ არის დავინტერესდეთ ამერიკის კანონმდებლობაში ესეა საერთაშორისო სამართალი და შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიულ აქტებს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა
აქ ხო ჩვენ ვიძახით რომ საერთაშორისო სამართალს კი არა აქვს ისა საერთაშორისო სამართალს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებზე იწერია რომ საერთაშორისო სამართალს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში და უპირატესობა ენიჭება ეს არის ბილი მე-6 ბილია მე-6 ბილია უპირატესობა ენიჭება რას ბოლოს მიღებულ ბოლოს სენატის მიერ მიღებულ ბოლოს მიღებულ აქტს. ეხლა ეს განმარტოთ. ეს იურიდიული კონსტრუქცია დავშალოთ მარტივ მომრავლებად ადამიანისთვის გასაგებ ენაზე, რას ნიშნავს ეს? მაგალითად, მე თხოვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მთხოვენ რომ მე გავხდე კიოტოს ხელშეკრულების მონაწილე. კიოტოს ხელშეკრულება ეხება ჰაერის დაბინძურებას და ამას და ყველაფერს. კიოტოს ხელშეკრულების თანახმად მე თუ ამას ხელს მოვაწერ, ხელს თუ მოვაწერ, ხო? მე უნდა დავხურო ფაბრიკები, ქარხნები, შახტები, ეს ყველაფერი და ამით ესე იგი მე სამუშაო ადგილები უნდა დავკარგო და ამერიკამ. და ეს ჩემს იმაში არ შედის, კაცო, რას ქვია, მერე იმ ხალხს რა ვუყო, ამდენ ხალხს დოტაციაზე დავსვა, საკუთრ ვერ დავსვა. მე კაპიტალისტი ვარ. მე მჭირდება რომ მოვიპოვო წიაღისეული, რაც შეიძლება მეტი და ნაკლები იმის და რას ქვია, ის. ამიტომ რა შვებით? მე ხელი მოვაწერე, კი, მე კიოტოს ხელშეკრულება მოვაწერე. ნუ მეც ვიძახი რომ აი ამდენი გამონაბოლქვისგან იქ ჰაერი ბინძურდება ყველაფერი. მაგრამ არ წვითავ მე იმას ქარხანა ფაბრიკების რატომ? იმიტომ რომ ეს ხო დღეს ხო მოვაწერე ხელი. ხვალე სენატმა გამოიტანა მიიღო კანონი იმის შესახებ გაგრძელების აქტი მაგალითად. აქტი, იმიტომ რომ სამუშაო ადგილებს დაკარგავს. უპირატესობა, ამიტომ მეთან მონაწილე დავრჩი საერთაშორისო ხელშეკრულების და ვეთანხმები რომ ჰაერი ბინძურდება. და კი ბატონო, ეს მე სწორედ დაყენება საკითხის ვეუბნები სხვებსაც, ამერიკა ვეუბნები კი ბატონო, მაგრამ მე ვერ გავაჩერებ, იმიტომ რომ მე კანონი ამის უფლებას მაძლევს. აი გუშინ სენატმა მიიღო კანონი, რომ უნდა გაგრძელდეს, ნუ რა თქმა უნდა თავის დასაბუთებით, რომ იმიტომ რომ ხალხს ვერ ხო და ეს ხალხის მოთხოვნა და რაღაცა. აი ეს არის ჩემო ბატონო ილო ჩვენი, ეს უნდა მე მჯერა, იცით რა არის? მე ხელისუფლების მესმის რა, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რაღაცა ხა ვითომ აი რახან მე ვიცახი აი ეს უნდა არა ამას ძალიან აი ის რაც მოხდა ელემენტარული აიღეთ ამერიკული კანონი ფარას კანონი ამერიკული ერთ-ერთი წერტილმძიმეთი გადათარგმნეს და ამ უნამუსოებმა რუსული კანონი არისო ამერიკელებმა ეს მიიღეს 28 იმის 32-23-ში კომუნიზმის შესაჩერებლად მიიღეს ხო მაკარტის დროს მიიღეს ეს კანონი კომუნიზმის შესაჩერებლად და ერთ-ერთი გადმოიტანეს რა იგივე რა ეს აგენტურასთან მაგ კანონს შეეწირა ჩარლი ჩაპლინი მაგის გამო იყო აი მაგ კანონის გამო იყო რომ მიიჩნიეს რუსეთის იმათ რაღაცა და კიდე ძალიან ბევრი ხელოვანი და ძალიან ბევრი ადამიანი მე ერთხელ მქონდა ეგ მონათვალი აღარ მახსოვს ერთხელ ტელევიზიაში მაქვს ექსია გაჟღერებული და ნუ მე ნახავ და იმას ვიზამ კიდე მაგაზეს კიდე ცალკე ის ხო მაკარტიზმი როცა ყვაოდა ამერიკაში რა მაგ დროს ხო და ნუ აი ესე ვართ რა მოკლედ რა აი ვართ შერჩენილები ამიტომ ხო რა ეხლა სულ ფიქრობდი აზრი ხანდახან ეხლა ერთს ლაპარაკობ და ეხნატონის მონოთეიზმზე ფიქრობ ხანდახან და იმიტომ არის მიწდება მე ეს ხო და ისა რა ქვია რა მინდოდა მე თქვა რომ დღევანდ მე მთავრობას ესე ხისტად თავიდან ცოტათი ვთხოვდი მაგრამ მე მესმის კაცო ამ მთავრობისაც მესმის ეს რომ მოხდეს ამის რევიზია რომ მოხდეს ამას ჯერ ერთი ჭირდება აი ირაკლი კობახიძესნაირი იურისტების დაჯდომა და ამის დამუშავება იმიტომ იმათ ჩემზე უკეთესად იციან ეს გზები როგორ და რანაირად ეს ერთი და მეორე აქ უნდა მოხდეს დამცხვევა სინთეზი გარე პოლიტიკური ვითარების და შიდა პოლიტიკური პროცესების დამცხვევა უნდა მოხდეს იმიტომ რომ ხო გეუბნებით კაცო თითქოს მოდის ხო ეხლა ხო აი ხო და მაგას ვიძა აი მინდოდა
მე თქვა რომ აი მე იმედი მაქვს უკვე რახან ჩვენ უკვე ნამდვილი ქართველი პრეზიდენტი ყავს, ნამდვილი ქართული სახელმწიფოს პრეზიდენტი ყავს. ნახოთ, მე იმედს ვიტოვებ რომ ამასაც რაღაცნაირად ბატონი ირაკლი კობახიძე ძალიან დიდი იმე, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი იურისტია და მე მგონი რაღაცას ისეც საშუალო იმას რომ არც მწვადი დაიწვას, არც შამპური, ახლა თვათ ისეც არ მინდა რომ ისაც არ გვინდა არავის მარტო მე არა რომ ახლა მართლა ქვეყანა ჩამოიქცეს კაცო კიდევ ერთხელ ვიძახი ეს ისეთ უნამუსო ხალხთან გვაქვს საქმე ამერიკული ერთ-ერთი ამერიკული წერტილმძიმე გადმოტანილი ისა რა ქვია კანონი რუსულად შერაცხეს და ეხა ეგრო ჩაწერო და იმათმა ხომ შვენივრად იციან რას წერ ეს შეიძლება ჩვეულებრივ მოქალაქესთვის იყოს ნუ ვერც თქვას რომ ეხლა თქვენაირ ნიჭიერი კაცისთვის სწორედ გამიგეთ თქვენ უცებ იმას გენით ეს უცებ გონება გახსნით და ეხლა ბევრს ხო არა აქვს ამის ახმის უნარი და ისა მე ვერც ვამტყუნებ არც არის ვალდებული იმას თავის ცხოვრება აქვს კაცო და თავისი ისა აქვს რა ქვია თავის მიზნები ცხოვრებაში და თავის ოჯახს უნდა მიხედოს და ისა და არ არის ვალდებული ეხლა ეს ყველაფერში ისა და მე რა ქვია ამის ამიტომ იმედი მაქვს რომ აი ეს ხელისუფლება ნამდვილი ქართველი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და მეთაურობით რა ქვია მოახდენს ამის დრო მოვა ალბათ შეარჩევს სათანადო დროს და ამის რევიზიაც უნდა მოხდეს აუცილებლად იმიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი ერთია ჩვენი ემოციური დამოკიდებულება პრობლემის მიმართ მაგრამ მეორეა ცივი იურიდიული პრაგმატული ხედვა, რომელიც აი ჩვენ რომ ვთვლით რომ ფრონტერა ხთითი დაგვიქნია და ვთვლით რომ ეს როგორ შეიძლება და რა ქვია არ აქვს უფლება და შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს იურისტისთვის არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია. იმიტომ რომ ის ავალდებულებს, ის პირდაპირ ქართველი არა, აი გარდა მაგისა, ხო, ეს თავისთავად აღებული, მაგრამ უყურეთ, ქართველი ხალხი ავალდებულებს და ეუბნება რომ საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს კანონმდებლობაზე და მისი პირდაპირი მოქმედება საქართველოს ანუ ავალდებულებს შენ უფლებაც გაქვს რომ პირდაპირი მოქმედო პირდაპირ არ შემეკითხო მე თვლი ესე ამიტომ ის ვალდებულია ვალდებულება აქვს შენ დააკისრე მას ეს ვალდებულება და უთხარი ქართველმა ადამიანმა შენ შეგიძლია პირდაპირი მოქმედო ჩემს ტერიტორიაზე ანუ ეხლა გამოდის რომ ჩვენ საზოგადოება ვართ შესული დაპირისპირებაში უკვე საკუთარ კანონმდებლობასთან და ამის კიდევ ერთი მაგალითი მინდა და თქვენი აზრიც მაინტერესებს კიდევ ერთ ოდიოზურ ჩანაწერზე კონსტიტუციაში რომელიც სამწუხაროდ ქართული ოცნების დროს ჩაიწერა ეს არის რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია ანუ პირდაპირ ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს თავის ძალებში რომ ჩვენ შევიდეთ ნატოში და ევროკავშირში რომელსაც ასევე ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ ახლა და არა მარტო უცხოელი პარტნიორები როგორც ეძახიან არამედ პირდაპირ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიციელს შენ ვალდებული ხარ ევროპას ემსახურო პირდაპირ უთხრა ერთ-ერთ პოლიციელს ნუ ის პასუხობს რომ მე საქართველოს ემსახურები ამ შემთხვევაში ნუ კარგად პასუხობს აგვარია ეს სურაგირჩთან როაღის გოგო ხოშტარია მოთხრა აი ამ პატარა ჩანაწერზეც მინდა რომ თქვენი აზრი აი 5 წუთი გვაქვს დარჩენილი და ამაზეც ნუ აი ხო გეუბნებით ბატონო ილო რა ხო გეუბნებით ეს უკვე იმასთან შედარებით ის აძლევს უფლებას მაგას ვამბობ ის ის თავარი რა არის ჩვენ თუ ფუნდამენტს არ მივხედეთ ჩვენ თუ აი ჩვენს საიდანაც იწყება დასაწყის ჩვენ ხშირად გვახასიათებს ადამიანებს არა მარტო საქართველოში და არა მარტო ქართლ ადამიანებს ახასიათებთ ესეთი რამე რომ პრობლემას რაღაცას რო იწყებ პრობლემაა თუ რაღაცა საკითხი შუიდან იწყებენ რა შუიდან კი არა საწყისებს უნდა მიმართო საწყისებს უნდა შეხედო რა არის საწყისი და საწყისი აი ეს არის რომ კიდევ ერთხელ ვიძახი ჩვენ არა მარტო ემოციურ დონეზე ვართ კოლონიალური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და ეს ემოციურად გძაბავს და გვტვირთავს არამედ კანონით აქვს ამიტომ მას უფლება აქვს რაც არ უნდა რატო ჩაწერე ეს კონსტიტუციაში იმიტომ რომ იქიდან მოვიდა ბრძანება და შენ კიდე გიწერია რომ შენ რასაც მე გამომიგზავნი განკარგულებას და ბრძანებას მე ვალდებული ვარ დაგემორჩილო და აგერ წერია რომ კონსტიტუციაში გიწერია რომ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ფიქრობთ რომ აი
გეთანხმებით იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფო ბოლო 35 წელი თითქმის არის მძევალი აი ამ ძალების, ნეოლიბერალური ძალების. ფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებას, მხოლოდ ქართულ ოცნებას ვამბობ, თუ ხედავთ, რომ ქართულ ოცნებას სურს თავის დაღწევა, ამ სხვადასხვა აქტივობებით, რომელსაც აკეთებს, შესწევს თუ არა თქვენი აზრით ძალა. მხოლოდ არის ქართულ ოცნებას ამ ძალას. მე მინდა მაინც ოპტიმისტი ვიყო რა. და რა არის, იცით? ჩვენ უნდა დაუდგეთ გვერდში ქართულ ოცნებას რა. ვინ თუ გვინდა. ეს იცი რა, ჩვენ ამ საბჭოთა ერთი მხრივ იმ საბჭოთა წყობამ, აი ჩემი თაობის ადამიანებს, თქვენი თაობის არა, თქვენ ჩემზე უფრო ახალგაზრდა ბრძანდებით, მაგრამ აი ვინც ჩვენ მიგვაჩვია აი ესე დამოკიდებულებას სახელმწიფო გააკეთებს რა. არა, ჩვენც უნდა ჩვენი აქტიურობით, ჩვენი აი რა ვიცი, აი ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ქართულ ოცნებას დაუდგეთ გვერდში, იმიტომ რომ ის ძალიან სერიოზულ ბრძოლაშია შესული. ჩვენ მგონია, რომ ეს ძალიან ესე რაღაც უბრალოდ ეხლა ისიც დაემთხვა გარე ფაქტორები, რომ ეს ნეოკონები, ეს უბედური ძალა, ეს კაცობრიობის კიბო რა, კაცობრიობის ჯამრთელ სხეულზე ამოსული კიბოს უჯრედი, ეს საზიზღრები, ეს კიდევ კარგი, რომ ნუ 100-ია თუ ისეა, იქ ისეთი კაცი მოვიდა, რომ რაღაც აი ჩვენი ხედვები და მათი ხედვები რაღაცნაირად ემთხვევა ერთმანეთს, ნუ თუნდაც უელემენტარულში კაცო, ერთი რაღაცა ვერ გამიგია რა. გასაგებია ეს LGBT, LGBT და ეს ადრე NKVD იყო, ეხლა NKVD და იმის ტროცკის ისინი რა ქვია კომინტერნი ჩაანაცვლა LGBT-მ რა, LGBT. ხო და კომინტერზე ძალიან საინტერესო, მე როდესაც თუ გადაწყვიტოთ, მე ვისაუბრ კომინტერზე და იმაზე ძალიან საინტერესო ის არის რა ქვია ოტოკუსინენზე და ანდროპოვზე და იმა, მაგრამ ნუ ეხლა დრო არ გრჩება მე იმას ამ LGBT-სთან დაკავშირებით ბიჭო. რა უნდა ესე იგი რა ვერ გავიგეიც? კაი გავიგე, ნუ ხო გასა ჯანდაბამდე გზა რაც კი ვინ გივარდება კაცო ამ ლოგინში და ვინ რამეს ვინ გეუბნება ვინმე რამეს კაცო რაც გინდა ისქენი ოღონ ისქენი შენ პროპაგანდას ნუ ეწევი კაცო. იქ ბავშვებს სკოლის წირო დადგები და ორი კაცი რო ზასაობდა ერთი აი იმის დროს ნაციონალური მოძრაობის დროს და რაღაცა იყო ეგეთი 51 სკოლასთან და რაღაც. ხო და მაგრამ მე შემდგომში ისეთი რაღაცები ვნახეთ, აბა ეხლა ხალი დედა ხალი სკოლის მოსწავლეებს გაუძღვა ისა დაავალა რომ წადითო იქ სადაც ისროდნენ, სადაც ეს საშინელება ხდებოდა სკოლის მოსწავლეები მიაყვანინა იმ ადგილზე და კიდე ჩვენი პოლიციელების და ჩვენი სპეცსამსახურების ბიჭების ვაშკაცობამ გააკეთა ის ამბავი რომ იქ რაღაც საშინელება არ მოხდა და ტრაგედია არ დატრიალდა და ბავშვებს რაღაც ისევ ჩვენი პოლიციელების დამსახურება 150 პოლიციელია დაზიანებული და ერთ თურმე ახლა გუშინ ჟავანაძეს უსმენდი და ერთ თურმე ისე დაზიანება შვილი არ ეყოლება არასოდეს რა. ეხლა როგორია კაცისთვის თო ჩვენი კრიტიკაც ამ NGO სექტორის მიმართ ამ LGBT-ების ასე შემდეგ მიმართ პირველ რიგში არის ხოლმე ზუსტად ეს იდენტობის პოლიტიკის მიმართ, რომ ის რაც შემოდის ვითომ გამაერთიანებლად და განმანათლებლად როგორც თავის თავს ეძახიან, პირველ რიგში ემსახურება ზუსტად ატომიზაციას საზოგადოების. სრულიად გეთანხმებით. ატომიზაციას დაყოფას და ჩვენ რაც საუბრობთ, ხო, მთელი გადაცემა ვსაუბრობთ იმაზე, რაზე შეგვიძლია გავერთიანოთ. აი, ვანახეთ ვიდეო, რომელიც ფაქტიურად საქართველოს ნახევარს ნანახი აქვს და ნუ იმ ნახევრიდან ნახევარი თუ მაინც ეთახება საკმარისი რაოდენობაა, ხო, იმისთვის რომ ამაზე ვისაუბროთ ხომ ახლა. მაგრამ მათი მხარდაჭერა ეხა მათი კვლევებითაც ნაჩვენებია რომ არ არის და ზუსტად ამან მისცა ჯერ კიდევ წინა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმაზე ლაპარაკის უფლება რომ ხალხი ამას არ ეთანხმება. არ უნდა შესაბამისად არ მოხდება. ხო? მაგრამ ჩვენი განმოსახედა არა მხოლოდ ზოგადად პოლიტიკაც ისე წარიმართა მსოფლიოში და იმედია დავახცევთ ჩვენ ამ ტენდენციებს თავს, როდესაც ხმაურიანი უმცირესობა არის წამყვანი ძალა
როდესაც უმრავლესობა გაჩუმებულია. აი, როდესაც პოლიტიკა ზუსტად ხმაურიანი უმცირესობა სწორედ ბრძანებთ ბატონო ილო, აი სრულად გეთანხმებით, ხმაურიანი უმცირესობა მაშინ აღწევს თავის მიზანს, როდესაც უმრავლესობა გაჩუმებულია. ამიტომ არ უნდა აი წეღარო ვთქვი, რომ უნდა დავეხმაროთ მეთქი ხელისუფლებას. აი მაგას გულისხმობდი, რომ ჩვენ უმრავლესობა არ უნდა გავჩუმ. ბოდიშვილი და ამის ასე გავრცელება კიდე ასე შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ზუსტად აღქმებით რომ იმართება სამყარო, ამიტომ ხდება რომ მაგალითად ისეთ რამეს რაც გაფიცვა არ არის, ხო? ცოტა ხნის წინ საყოველთაო გაფიცვა დაარქვეს. გაფიცვის მეტი რა მინახია? პირადად მე ჩემს მეგობრებს თქვენ გაფიცვა რასაც ქვი აი, როდესაც სოციალური პირობების განა იმას იძახე რომ ვიღაც უნდა გადადგეს ანგარიშება, დირექტორზე თქვა გადადგეს და მოვიდეს ჩემიანი, მაგალითად, ხო? ნუ ეს შეიძლება, მაგრამ მთავრობა გადადგეს რო იძახი არნაირი სოციალურ საჭიროებს ვინ ამბობს რომ არ უჭირს სახელმწიფოს ადამიანს ყველა თანხმდებით რომ უჭირს მაგრამ მომგვარებელი არის ვინც იძახის რომ მომიყვანეო ვინც ეუბნება მუშას რომ შენ მე თუ მომიყვან მე კი შენთვის არაფერს გავაკეთებ მაგრამ ევროკავშირი გაგიკეთებს ეს ხო ტყუილია აბსურდია ევროკავშირს არანაირი არ დაუყენებია საკითხი შენს მუშას ამდენი უნდა გადაუხადო ან შენ ესე უნდა გააკონტროლო კურსი კი ბატონო არ არსებობს ერთი კანონი რატომ ევროკავშირშიც კი არ არსებობს საერთო გაწერილი მინიმალური ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში არ არსებობს საერთო გაწერილი საპენსიო ფონდი არ არსებობს ხო საერთო გაწერილი სამუშაო პირობები განრიგები ეს ყველა ადგილობრივ მუშებს აქვს ბატონი გოგა ხაინდრავას აქვს შენერგია გამოთქმა ევროს კავშირია ზიან კორუფციონერები ევროს გრთამებს იღებენ ეგრე პაჩკა-პაჩკობით იჭერენ კიდე იმ ბოდიშვიხტი და შანტაჟის კავშირს ვეძახი მაგრამ კი ბატონო ეგეც შეიძლება კი ბატონო შანტაჟისტების კავშირს მოკლედ სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და შევახსენებ მაყურებელს რომ ჩვენი სტუმარი იყო გიორგი გვასალია პოლიციის თანამდებობის ვიცე-პოლკოვნიკი იურისტი და ასევე პროტესტი კონსტიტუციას ასეთი საინტერესო არასამთავრობოს დამფუძნებელი რამზეც შევეხეთ ვისაუბრეთ და დიდი მადლობა ბატონო გიორგი მოგზაურობისთვის. პირიქით მადლობა ბატონო ილო. მაყურებელს დიდი მადლობა. იმედია სიამოვნეს დღევანდელი გადაცემით, გაიგეს რაღაც ახალი, გაგვიცნეს ჩვენს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და კარგად გაგებოდეთ. მადლობთ.